გამართა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახი, ასე ქვია ვიდეო რგოლს. სამართლიანი საქართველოსთვის პარტიის წარმომადგენელმა საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა. სერგო ჯავახიძემ აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარება იქნება. თვითონ რეკლამას რაც შეეხება, შევეცადეთ რომ ყოფილიყო საკმაოდ განსხვავებული სხვა პოლიტიკურ რეკლამასთან, რეკლამებთან შედარებით ეს არ არის სხვის, თქვათ, ლანძღვაზე დამყარებული რეკლამა, არ არის შავი პიარი, არის მხოლოდ სიმართლეზე, რადაუდენ წარეც არ უნდა იყოს ის და რეკლამის ათაურის არის ესეთი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახია. არ უნდა იყოს ეს საკითხი ასე უყურადღებოდ მიტოვებული, რადგან თუკი ჩვენ ვიცით, რომ იპოთეკარებმა და ეს დასაბუთებულია, აიღეს ვალები საპროცესო შეთანხმების გადასახდელად. ეს ხო ცალსახაა, შევიდა ბიუჯეტში ეს თანხა და ამ ვალების დაბრუნება და იპოთეკარების პრობლემის მომგარება უნდა აიღოს ხელისუფლება.